საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში 2024 წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა საომარი მდგომარეობის გამო ის არ ჩატარდა, ისევე როგორც საპარლამენტო არჩევნები 2025 წელს, როდესაც სავარაუდო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დაიწყო საუბარი, კვლავ აქტუალური გახდა ეს საკითხი და დღის წესრიგში კვლავ დაბრუნდა. გაზეთმა ეკონომისტმა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით გავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩაატარა სხდომა, სადაც განიხილეს არჩევნების საკითხი და წყაროზე დაყრდნობით თითქოს დაიწყო მომზადება კიდევაც წინასაარჩევნო პერიოდის, ასევე გამოცემა RBK უკრაინამაც გავრცელა ასევე წყაროზე დაყრდნობით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აპირებს ზელენსკის პარტია შეიცვალოს სახელი და სხვა სახელით მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ასევე ზოგადად სხვადასხვა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ასე ვთქვათ, გამოდის ინფორმაცია კიევიდან არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით. გამოცემა ეკონომისტი წერდა, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატები აიძულებს რუსეთს, რომ გააფორმოს ცეცხლის შეწყვეტა, რომ რაც იგეგმება სავარაუდოდ აღდგომის პერიოდში, შემდგომ უნდა ჩატარდეს არჩევნები. ასეთი იყო წყაროს ინფორმაცია, რომელსაც დაეყრდნო გაზეთი ეკონომისტი. მე შეგახსენებთ, რომ მანამდე ვრცელდებოდა სხვადასხვა გამოცემებზე დაყრდნობით ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ადამიანები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ვოლოდიმირ ზელენსკის ოპონენტებთან, მათ შორის ერთ-ერთი იყო ყოფილი პრეზიდენტი უკრაინის პეტრო პოროშენკო, იღებდნენ თუ არა ისინი არჩევნებში მონაწილეობას და რას ფიქრობდნენ ამასთან დაკავშირებით, თუმცა პეტრო პოროშენკო, ისევე როგორც სხვა ოპოზიციონერები აცხადებდნენ, რომ არჩევნებზე საუბარი არის მიუღებელი მაშინ, როდესაც საომარი მდგომარეობა არის გამოცხადებული უკრაინაში. ასევე პოლიტიკურ წრეებში ვოლოდიმირ ზელენსკის ერთ-ერთ მოწინააღმდეგეთ არჩევნებში ოპონენტად განიხილება ვალერი ზალუჟნი, ყოფილი მთავარსარდალი, რომელიც ამჟამად არის დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩი. ვალერი ზალუჟნიმ საჭიროდ ჩათვალა, რომ კიდევ ერთხელ გაეკეთებინა კომენტარი არჩევნებთან დაკავშირებით. სანამ ომი გრძელდება, ჩვენ ყველამ უნდა ვიმუშაოთ ქვეყნის გადასარჩენად და არ ვიფიქროთ არჩევნებზე. მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. ასეთი რამე განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ. აღსანიშნავია ის, რომ ინფორმაცია, რომელიც ეკონომისტმა გაავრცელა, უარყო დავით არახამიამ, უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით არახამია, რომელმაც გააკეთა კომენტარი ჟურნალისტებთან, არანაირი წინასაარჩევნო მზადება არ მიმდინარეობს. ყველა საპარლამენტო პარტია და ჯგუფი შეთანხმდა, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს მხოლოდ საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან 6 თვის შემდეგ. უკრაინაში არსებული კანონმდებლობის მიხედვით საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს საომარი მდგომარეობის დასრულებიდან 60 დღის შემდეგ, ხოლო საპრეზიდენტო 90 დღის შემდეგ, ხოლო საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარება იგრძელება.